წავიდა. მე მგონი ვართ ეთერში. საღამო მშვიდობის ძვირფასო მშობლებო, მსმენელებო, ერთგულო მსმენელებო. ჩვენ ძალიან საინტერესო თემით ვართ დღეს და ეს ვიცი რომ თქვენი მოთხოვნა იყო. ძალიან ბევრს გაინტერესებდა დღევანდელი თემა, რომელიც ეხება განვითარების შეფერხებებს და გენეტიკურ პროფილს და ჭრილს. ისთვისაც ჩვენ მოვიწვიეთ დღეს ქაბატონი თინათინ ყემალაძე, პროფესორი, ექიმი გენეტიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, პრაქტიკოსი ექიმი და ჩვენი მეგობარი, ჩვენი შვილების მეგობარი და გულშემატკივარი. ქაბატონ თინათინ, თუ შეგიძლიათ რომ გაგვაცნოთ, რაზე გვექნება დღეს საუბარი, ძალიან საინტერესო თემა დაანონსდა, შეკითხვებიც ალბათ ლომად იქნება და თუ არ შეწუხდებით, შეგაწყვეტინებთ ხოლმე და გაგისვამთ იმ კითხვებს, რაც პერიოდულობით შემოვა, ან ლექციის ბოლოს, რა თქმა უნდა, გვექნება კითხვები და მშობლებო გადაუგზავნით ქაბატონ თინათინს და გვიპასუხებს და თქვენ მერე თქვენ საკითხავთ მოგწერთ, რა თქმა უნდა, ამ კითხვებს. გავიმეორებ, რომ ეს თემა, როგორც სხვა თემები, ჩაიწერება და იმ მშობელმა, რომელმაც იმ დაინტერესებულმა პირმა ვერ შეძლო ამ წუთში, ამ ღია ეთერით ამის მოსმენა, მას ექნება შესაძლებლობა, რომ შემდგომ გაეცნოს ამ ლექციას. ხოთ თიკა თუ არ შეწუხდებით, რომ მოგესალმებით ირმა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მსმენელს, ყველა მშობელს. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და მგონი მართლა აქტუალური თემა არის, ცალკე აუტიზმი, ცალკე განვითარების შეფერხება და ცალკე გენეტიკა და დღეს ჩვენ ამ სამ თემას ერთ ჭრილში შევხედავთ და იმედია ბევრი მშობლისთვის დღეს გაჟღერებული ინფორმაცია საინტერესო და სასარგებლო იქნება. იმიტომ რომ აუტიზმი და განვითარების შეფერხება. მოდი აი ამ ჭრილში შევხედოთ ამ პრობლემას. ისმის ხოლმე, რა თქმა უნდა, მთავარი შეკითხვა ძალიან ხშირად არის ხოლმე, რატომ აქვს ბავშვს ეს მდგომარეობა? საიდან მოდის ეს, რამ გამოიწვია? ეს არის დღეს დიდი შეკითხვა მსოფლიო მედიცინისთვის, რაზეც ჯერ, რა თქმა უნდა, ზუსტი ცალსახა პასუხი არ არის და არ არსებობს. რატომ? იმიტომ რომ არის გამოვლინება, თუმცა მიზეზი ამ ყველაფრისა შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავებული და ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იწვევდეს აი ამ მდგომარეობას, რასაც აუტისტური სპექტრი, აუტიზმი განვითარების შეფერხებით, მოდით ესე ვიტყოთ. იმიტომ რომ მიზეზი ბევრნაირი არის, აქ არის გარემო, ორსულობის დროს, მშობლის ასაკი, ტრავმა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყვება და ყველაფერი, მაგრამ რაც დღეს იცის მედიცინა, ის მცირე ნაწილია და ჩვენ გვაქვს საუბარი აუტიზმის 10-20-30%-ზე ბავშვებისა, პაციენტებისა, სადაც ჩვენ ვიცით კონკრეტული გამომწვევი მიზეზი და ამ შესაძლებლობას ჩვენ გვაძლევს ის ტექნოლოგიები, რომლებიც განვითარდა და გენებში ჩახედვა, ანუ გენეტიკური ანალიზები, ყოველთვის არა, მაგრამ გარკვეულ ნაწილში ჩვენ გვაძლევს ამაზე პასუხს. ეხლა მთავარი შეკითხვა აქ ისმის რა, როდის უნდა ბიეჭოთ ჩვენ, რომ ბავშვს შეიძლება ქონდეს აი გენეტიკურად განპირობებული გენეტიკური დარღვევით გამოწვეული აუტიზმი. ასე ვიტყოდი, რომ მხოლოდ და მხოლოდ აი რასაც მაღალფუნქციურ აუტიზმს ვეძახით, როდესაც აქ არ არის ინტელექტის პრობლემა და მხოლოდ სპექტრზე ან აუტისტური სპექტრის აშლილობაზე არის საუბარი. ასეთ დროს ჩვენ გენეტიკურ ანალიზებს არ ვნიშნავთ, არ ვაკეთებთ. აქ დაგროვდა საკმარისი მონაცემები და მტკიცებულებები მედიცინაში, რომ ასეთი მდგომარეობა ინტელექტის შენარჩუნებით ამ დროს გენეტიკური დარღვევები ნაკლებად რომ ჩვენების მოლოდინი ქონდეს და რაიმე ვნახოთ. მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს აუტიზმი და მასთან ერთად ბავშვს ასევე აქ 5 წლამდე ვამბობთ, რომ არის განვითარების ეტაპების დაყოვნება და 5 წლის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვიხმაროთ ტერმინი გონებრივი
ან ინტელექტუალური შეფერხება, თუ ეს ორი პრობლემა მინიმუმ, ანუ აუტიზმი და განვითარების შეფერხება. გვაქვს ერთად, აქ უკვე სხვა სურათი არის და ასეთ ბავშვებში, ასეთ პაციენტებში ჩვენ უკვე გვაქვს იმის დანიშნულება, რომ ერთი რომ შეფასდეს ასეთი ბავშვის სპეციალისტის მიერ და მეორე რომ დაინიშნოს შესაბამისი გენეტიკური ანალიზი. ან გვაქვს აუტიზმი, შეფერხება, ეპილეფსია, აუტიზმი, შეფერხება, ეპილეფსია და დისმორფია, სახის ისეთი უცნაური ნაკვთები, ფიზიკური გამოვლინებები და ასე შემდეგ. ერთი შეგაწყვეტინებთ, მაგალითად, ესე იგი თქვენ თვლით, რომ თუ თვლით კი არა მოგვიწოდებ, იმ შემთხვევაში თუ ვამჩნევთ უკვე სპექტრის მქონე ბავშვს რეგრესს, ალბათ ინტელექტუალურ რეგრესს გულისხმობ, საჭიროა რომ უკვე თქვენ მოგმართონ. არა? კი, სწორად არის, სწორად გავიგეთ. აუტიზმი და რეგრესი განვითარებაში, ან აუტიზმი და ესეთი პლატო, ზოგი ბავშვი არის, რომ თავიდანვე მისი განვითარება თუ მოტორული, თუ შემდგომ ინტელექტუალური ჩამორჩებოდა. ზოგ ბავშვთან არის თავიდან ნორმალური განვითარება იყო, ტიპიური და მერე მოხდა რეგრესი და როგორც განვითარების, ისევე აუტისტური ნიშნები გამოვლინდა. ორივე შემთხვევა, ორივე სცენარი, ასე ვთქვათ, საყურადღებო არის გენეტიკის თვალსაზრისით და აქ ჩვენ უკვე ერთი რომ კარგად უნდა მოხდეს ანამნეზის გამოკითხვა და მეორე შესაბამისი გენეტიკური ანალიზებიც უნდა დაინიშნოს. აი მაგალითისთვის ვახსენებ, აი რეგრესთან დაკავშირებით საინტერესო ფენომენი არის განსაკუთრებით გოგონებში, ხო ბატონო ირმა, აუტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი არის ეგრეთ წოდებული რეტის სინდრომი. ამ დროს რა არის, ბავშვი, გოგონა ვითარდება ტიპიურად, ჩვეულებრივად და ეს ტიპიური განვითარება 9 თვე წლინახევარი 2 წლამდე, ასე ვთქვათ, ტიპიურად მიდის და მერე მშობელი ატყობს, რომ ბავშვმა დაკარგა მეტყველების უნარი, დაივიწყეს სიტყვები, ისეთი კონტაქტური აღარ არის თვალის კონტაქტი დაკარგა, გზადაგზა შეიძლება უყრებიც განვითარდეს, სიარული გაუძნელდეს, ატაქსია გამოვლინდეს. ასეთ დროს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული რეტის სინდრომი. თუმცა შეიძლება იყოს, რომ რეტის სინდრომი მიდიოდეს, თქვათ, ეპილეფსიის გარეშე და გულყრის გარეშე. რა თქმა უნდა, ერთი და იგივე სინდრომი შეიძლება ძალიან განსხვავებულად გამოვლინდეს. იგივე რეტის სინდრომის ზოგიერთი ბავშვი შეიძლება არავერბალურიც იყოს და მთლიანად აკარგოს მეტყველების უნარი და მათ აქვთ ტიპიური დამახასიათებელი, აი ხელის სრესვის ესეთი პატერნი, როდესაც აი ხელები ხშირად წინ ერთად აქვთ ხოლმე და ესეთი მოძრაობები ხშირად აქვს. ზოგ ბავშვს შეიძლება ასაკთან ერთად გულწრებიც გამოუვლინდეს და საკმაოდ რთული საკონტროლებელი იყოს ეს გულწრები. ზოგიერთი ბავშვი რეტის სინდრომით შეიძლება მათ არასდროს არ გამოუვლინდეთ გულწრად, თუმცა რეტის სინდრომთან მაღლად ასოცირდება დაახლოებით 80%-ში გულწრებიც ასოცირდება. მადლობა. გავაგრძელოთ მიმოხილვა, სხვადასხვა მაგალითებსაც მოვიყვან გზადაგზა და აი აუტიზმს და ეპილეფსიასაც, ასე ვთქვათ, აუტიზმი და განვითარების შეფერხების ჭრილში შევხედეთ ხო ჩვენ პრობლემას. ხანდახან შეიძლება მესამე, ასე ვთქვათ, პრობლემაც დაემატოს აუტიზმი, განვითარების შეფერხება და ეპილეფსია. ანუ რაც უფრო მეტი არის ნევროლოგიური პრობლემა, მით უფრო მეტად არის საეჭვო, რომ შეიძლება აქ იყოს გენეტიკური დარღვევა. ნევროლოგიაში გულისხმობთ როგორც ეპილეფსიას, ისევე ატაქსია, მშობლებისთვის განმარტავ ატაქსიას, ეს არა მყარი სიარული, ასე ვთქვათ, კოორდინაციის, არასათანადო კოორდინაცია. ქცევითი დარღვევები, თვითდაზიანებითი ქცევა, აგრესიული ქცევა, ჰიპერაქტიულობა, ყურადღების დეფიციტი. თუ ბავშვს ასევე აქვს სხვადასხვა ორგანოების პრობლემები, მაგალითად, ასევე არის გულის თანდაყოლილი, მანკიან თირკმლის პრობლემა, ან მხედველობის პრობლემა, ან სმენის, ანუ რაც უფრო მულტიორგანულია სამედიცინო გამოვლინება პაციენტის, მით უფრო აუტიზმთან ერთად, ანუ აუტიზმი და სხვა ჩივილები. მით უფრო მეტად ვეჭვობთ, რომ ჩვენ უნდა ჩავეძიოთ პაციენტის გენეტიკურ ინფორმაციას და ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი, დიდი ალბათობით, ასე ვთქვათ, მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ რაღაცა გენის
დაზიანება შეიძლება იყოს ან ქრომოსომის დაზიანება და ეს იწვევდეს ამ ყველაფერს. ასევე არის ხოლმე ხშირად რომ უკითხავთ ჩემთვის რომ ადრე ამდენი შემთხვევა არ იყო ახლა რატომ მომრავდა ერთი რომ მართლა გაიზარდა ასე ვთქვათ შემთხვევები აუტიზმის თუმცა მეორე ასიც ის რომ ჩვენ ეს ბავშვები ახლა უფრო მეტად გამოვყვავს სახლებიდან ხო ადრე ძველ დროში უფრო იზოლირებულები იყვნენ ასეთი ბავშვები და საზოგადოება ნაკლებად ხედავდა კარგია რომ წინ მივდივარ და აქ დასამალი არაფერი არ არის რაც მეტი ინტეგრაცია იქნება მით უფრო კარგი არის თავად ბავშვებისთვის ოჯახებისთვის და საზოგადოებისთვის მეორე ის რომ ნუ ასე ვთქვათ აუტიზმის დიაგნოსტიკის კლინიკური შეფასების საშუალებებით ასე ვთქვათ გაიზარდა ხო რომელსაც განვითარების სპეციალისტები ეხმარობენ სპეციალური კითხვარები მშობლებთან ბავშვის შეფასების ტექნიკები და ეს დიაგნოზი ასე ვთქვათ ამიტომაც უფრო ხშირადაც ისმება თუმცა კონკრეტულად მართლა რატო მომრავდა და რატო გახშირდა, ნუ ჯერ ამის მიზეზი მსოფლიომ არ იცის. და ამასაც ვიტყვით, რომ რატო ადრე არ ისმებოდა ესეთი გენეტიკური დიაგნოზები. ადრე ტექნოლოგიებიც არ იყო განვითარებული. მე მახსოვს ჩემი ბავშვობის პერიოდში იყო ასაკრეფი ტელეფონი, ხო? ეხლა ასე ვთქვათ ტექნოლოგიები ვითარდება და არა მარტო ყოფითი ტექნოლოგიები ვითარდება, ასევე არამედ ლაბორატორიული ტექნოლოგიები, რომელიც ჩვენ გენებში, ადამიანის დნმ-ში უფრო ღრმად, უფრო მეტად გვაძლევს საშუალებას, რომ ჩავიხედოთ და უფრო ღრმად შევისწავლოთ ის გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებთან შეიძლება ასოცირდებოდეს. თავიდან 70-იან 80-იან წლებში აი კარიოტიპი ქრომოსომების კვლევა განვითარდა, მერე უფრო სიღრმისეული ქრომოსომული ანალიზები, მერე ახლა ისეთი ანალიზებია, რომელიც არა მარტო ერთ გენს უკრავს, ან ერთ ანალიზში ყველა გენის ანალიზი არის შესაძლებელი ეგზომს ვეძახით ამ კვლევას. ანუ რადგან ტექნოლოგიები განვითარდა და დაიხვეწა, უფრო მეტის დეტექცია, უფრო მეტის ნახვა, უფრო მეტი დიაგნოზის დასმა შეგვეძლია და ესეც არის დღეს და უფრო ხელმისაწვდომიც ხდება, ასე ვთქვათ, დროთა განმავლობაში ასეთი ანალიზები ადამიანებისთვის. ამიტომ ასე ვთქვათ, აი კიდევ ერთხელ ეპილეფსიას და აუტიზმს მაინც კიდე მივუბრუნდები, რომ ხანდახან ის შეკითხვა, რომ ეპილეფსიასთან ასოცირდება აუტიზმი თუ აუტიზმთან ასოცირდება ეპილეფსია. ჩვენ ეს ორი გამოვლინება შეიძლება პარალელურად გქონდეს და რთული სათქმელია ერთი იწვევს მეორეს თუ მეორე პირველს, იმიტომ რომ ეს ეხება ნერვულ სისტემას. ნეირონები ერთმანეთთან ძალიან რთულ და საინტერესო ურთიერთკავშირში არიან და უამრავი გენი არის ადამიანის ორგანიზმში, ათასობით სხვადასხვა გენი. ეს გენები წარმოქმნიან ცილებს, ანუ პროტეინს. ცილა იგულისხმება გენის პროდუქტი, ხო, სტრუქტურა, პროტეინი. ეს ცილები ჩვენს ორგანიზმში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ და უამრავი გენი არის, რომელიც ნეირონების სათანადო განვითარებაში მონაწილეობენ, მათ მიელინიზაციაში, ნეირონთა შორის ურთიერთკავშირის დამყარებაში, აი ამ სინაფსების სათანადო სიგნალების გადაცემაში და როდესაც ეს ეხება თავის ტვინს და ნერვულ სისტემას, აქ ძალიან რთული ურთიერთკავშირებია და ამგვარმა დარღვეულმა ნეირონულმა მოქმედებამ შეიძლება ეპილეფსიაც გამოიწვიოს, აუტისტური სპექტრის გამოიწვიოს და თავისთავად განვითარების შეფერხებაც გამოიწვიოს. უკაცრავად ჩავერთვები კითხვით თუ შეიძლება. ესე იგი შემოვიდა ორი კითხვა. ერთი ასეთი, რა დროს ხდება ეს გენური დარღვევა მუცლად ყოფნის პერიოდში თუ მანამდე? ერთი ეს არის კითხვა. და მეორე არის განვითარების ეტაპების დაყოვნება ყოველთვის ხომ არ არის აუტიზმის თანხლებიო. რაზეც ალბათ გავცემ ასოც რომ იყოს. მოდი ჯერ პირველ შეკითხვაზე გიპასუხებთ, რომ განვითარების ეტაპების დაყოვნება ყოველთვის ეს უფრო მარტივი შეკითხვაა და მე პირველ შეკითხვას იმას უფრო გავშლი. განვითარების ეტაპების დაყოვნება, ასე ვთქვათ, ეს შეიძლება ასაკთან ერთად ბავშვმა, ასე ვთქვათ, გადალახოს ეს სირთულე და შემდგომში ტიპიური განვითარება ჰქონდეს მას და მისი კვალი, ასე ვთქვათ, არ დატოვოს. თუმცა
ზოგიერთი განვითარების ეტაპების დაყოვნება უყურებთ, რომ ბავშვი ვერ ვითარდება, მაინც კი იძეს უნარჩვევებს, მაგრამ მიაქცია 4 წელს, 5 წელს, 6 წელს და მაინც ვერ დაეწია მის განვითარების ეტაპებს და თან ვაწყობთ, რომ აი თვალის კონტაქტი ისეთი არა, იქ არის სტერეოტიპიები, იქ არის ქცევითი დარღვევები. ყოველთვის არა, რთული სათქმელია, წინასწარ ამას მშობელს ვერავინ ვერ ეტყვის. შეიძლება გააჩნია აქაც მიზეზი რა არის. ხომ რაც უფრო მნიშვნელოვანი არის ადრეულ ასაკში ეტაპების დაყოვნება, ანუ რაც უფრო რთული არის აი ეს განვითარების პრობლემები, მით უფრო მოლოდინი გვაქვს, რომ ბავშვი რო გაიზრდება, მას ყოველ შეიძლება ქონდეს დეფიციტი. ანუ არიან ბავშვები, მაგალითად, მათი მოტორული განვითარება იყო დროული ჯდომა 6 თვისკენ, სიარული წლის, 1 წლის, 2 წლის და 2-3-4 თვისკენ და მე გამოვლინდა, რომ ბავშვი ისე ვერ მეტყოლებს, ისე ვერ წამოვიდა, მაგრამ არიან ბავშვები, სადაც მშობელი ამბობს, რომ ბავშვმა ჯდომა დაიწყო 1 წლიდან, სიარული დაიწყო 2-3 წლიდან, ანუ სხვადასხვანაირი სიმძიმე არის. რაც უფრო მძიმე არის, ის ვთქვათ, და მნიშვნელოვანი არის შეფერხება ადრეულ ასაკში, ჩვენ მით უფრო მეტად, როგორც ექიმებს მოლოდინი გვაქვს, რომ შეიძლება ეს პრობლემა კვლავ პრობლემად დარჩეს. და აუტისტური ნიშნები რთულია ჩვენ 1 წლის ბავშვზე აუტიზმზე ვილაპარაკოთ, ეს უფრო ქცევითი სოციალური კომპონენტებს მოიცავს და 2-3 წლისკენ უფრო მყარად შეიძლება დაისვას გამოიკვეთოს და ისეთი არის გარდამავალ, ანუ შეიძლება თხოვის რაღაც ეტაპზე პაციენტს აღარ ქონდეს ეს ნიშნები, ანუ გადალახოს სპეციალისტებთან მუშაობით, აი ამ ჩართულობით, შესაბამისი თერაპიებით, ეს ყველაფერი მოგვარდეს და მას უფრო მცირე პრობლემები ქონდეს. მე მგონი ვაპასუხე. მადლობა, კიკი, ამომწურავად გაგვეცით პასუხი. და პირველი შეკითხვა იყო, როდის თუ არის ეს სიტყვაზე გენეტიკური დარღვევით განპირობებული აუტიზმი და შეფერხება, მარტო აუტიზმი არა, ხო, მარტო აუტიზმი ეს არ არის გენეტიკურად გამოსაკვლევი. აუტიზმი და შეფერხება სხვადასხვანაირად არის. ძალიან ხშირად ხდება ესე, რომ აი სიტყვაზე მუტაცია, რომელზეც საუბარი გვაქვს და გენი, რომელიც არის ან ქრომოსომა, რომელიც არის ბავშვთან დაზიანებული. თუმცა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, მე უფრო ზოგად ჭრილში მშობლებს რო უთხრათ, რომ ორივე შემთხვევაში ხდება, ხო, როდესაც ქრომოსომა არის დაზიანებული და როდესაც გენია დაზიანებული, ხო? ეს გამოვლინდა, რომ დიახ, ანუ ჩვენ რაცა გენეტიკურ დარღვევებზე საუბრობთ, ნუ აქ ორ ასპექტზე გვაქვს საუბარი, გენური და ქრომოსომული. ნუ ჩვენ ეს ორივე შეგვიძლია გავაერთიანოთ, თუმცა ანალიზების განსხვავდება, ზოგი მარტო ქრომოსომებს ნახულობს, ზოგი გენეტიკური ანალიზი, ზოგი გენეტიკური ანალიზი გენებს ნახულობს, ზოგი გენეტიკური ანალიზი ორივეს ნახულობს. ქრომოსომული ან გენური დაზიანება შეიძლება მოხდეს ჩასახვამდე, ანუ ბავშვის ჩასახვამდე. როდესაც ხდება ადამიანის სასქესო უჯრედების ჩამოყალიბება, ანუ კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი უნდა შეეწყოს ერთმანეთს და ამ დროს ხდება ბავშვის ჩასახვა. ძალიან ხშირად აი ესეთი დაზიანება, ესეთი სპონტანურ მუტაციას ვეძახით, რომელიც შემთხვევით ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეიძლება ან კვერცხუჯრედში, ან სპერმატოზოიდში ერთ-ერთი გენი დაზიანდეს, ეს დაზიანება ვერ გამოსწორდეს, ასე ვთქვათ, უჯრედის დონეზე, ამ უჯრედით მოხდეს ბავშვის ჩასახვა და ჩასახვის დღიდან იმ ემბრიონს და შემდგომში იყოფა უჯრედები განვითარების პროცესში, ხო, ჯერ 1 უჯრედი, 2, 4, 15 და ასე შემდეგ, და შემდგომში ბავშვი იბადება და ასეთი იყო ჩასახვა, ანუ ხშირად პაციენტები, მშობლები მეუბნებიან, რომ აი ორსულობის დროს ვინერვიულე, იქ რაღაცა ტრავმა მივიღე. შეიძლება ასეთი დამთხვევა ქრონოლოგიურად მოხდა და როდესაც ადამიანმა არ იცის და სიტყვაზე ბავშვს ჩატარებია გენეტიკური ანალიზი, ჩვენ სამშობიარო ტრავმასაც დავაბრალოთ ეს ყველაფერი, ნერვიულობასაც დავაბრალოთ ეს ყველაფერი, მცირე წონასაც, დღენაკულობას, რა თქმა უნდა, ესენი არის ის ფაქტორები, მაგრამ ძალიან ხშირად აი ესეთი მუტაციები ხდება მშობლის
სასქესო უჯრედში ყოველგვარი მიზეზის გარეშე სპონტანური, იმიტომ ქვია, ახალი დენოვო მუტაციებს ვეძახით ჩვენ ასეთ დარღვევებს სამედიცინო ენაზე და არავის ბრალი, არაფრის ბრალი, ხდება, ხო, ადამიანი მიდის სწორ გზაზე, მოუწურდა ფეხი, არც აღმართი იყო, არც დაღმართი, დაეცა და მოიჭრა ფეხი. აი, ესე რომ შევადაროთ, ასე ვთქვათ, ასეთი სახის იშვიათი შეცდომები ხდება ადამიანის გენომში. ხდება. დიახ. და შეიძლება ასე იყოს. სხვა შემთხვევებში მაგალითად მოვიყვან ყიფე-X სინდრომის მაგალითს და მშობლებთანაც გამარტავ, რომ ეს სინდრომი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ყიფე-X სინდრომი ბიჭებში უფრო ხშირად ხდება და აუტიზმის ყველა გენეტიკური მიზეზი რო ავიღოთ, ყიფე-X სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სინდრომია, რომელიც იწვევს აუტიზმს, განვითარების შეფერხებას, დაგვიანებულ მეტყველებას, ქცევით დარღვევებს და აი ამგვარ გამოვლინებას. როდესაც ყიფე-X სინდრომის დიაგნოზი დგება ბიჭში და ეს სინდრომი ბიჭებში უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში, იმიტომ რომ ქალებს 2 X ქრომოსომა აქვს, ბიჭებს 1. შესაბამისად ეს დაზიანება X ქრომოსომაზე მდებარეობს, ბიჭებში ყოველთვის ვლინდება და გოგონებში მეორე X ქრომოსომამ კომპენსაცია თუ მოახდინა, შეიძლება არ გამოვლინდეს, ზოგში ვერ ახდენს თქო ამგვარ კომპენსაციას და შეიძლება გამოვლინდეს. ყიფე-X სინდრომის დროს, შემთხვევათა 99%-ში ეს დაზიანებული გენი ბავშვს მიღებული აქვს დედისგან და დედას შეიძლება არანაირი ნიშნები არ ჰქონდეს. ამიტომ ყველა დიაგნოზი გენი ინდივიდუალური 20,000 გენი აქვს ადამიანს და ვთქვათ 7,000 იშვიათი დაავადება არის. ყველა გენს თავისებური მემკვიდრეობის ტიპი ახასიათებს. ზოგი დენოვო მუტაციებით არის გამოწვეული. ყიფე-X სინდრომის შემთხვევაში შეიძლება დედიდან იყოს მიღებული, სხვა შემთხვევები რეცესულია და მშობლებიდან, თითო დაზიანებული გენი აქვს მიღებული და მშობლებში არ ვლინდება, მაგრამ ბავშვში გამოვლინდა. ანუ ამ შეკითხვას ზუსტი პასუხის გაცემა თუ გენეტიკურ პათოლოგიაზე გვაქვს საუბარი, ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება, თუმცა ორსულობის დროს ეს უკვე ესე ჩაისახა ბავშვი ამის თქმა მინდა. და ორსულობის დროს მომხდარი გარკვეული კვებითი თუ ტრაუმული თუ ემოციური ფაქტორები თუ ჩვენ გენეტიკურ დარღვევაზე გვაქვს საუბარი, უბრალოდ ხდება ცხოვრება არის, ხან ტრაუმა შეხვდება, ხან სტრესი, ხან ასეთი მოვლენა, ხან ისეთი მოვლენა. და აქვე რახან X ყიფეზე საუბრობთ, ალბათ უფრო უბრიანია რომ აქვე გკითხოთ, თუ დადგინდა გენური პრობლემა და ვიცით, თქვათ იგივე X ყიფე ხდება მისი მკურნალობა, მოგვარება, რაზეც ალბათ უფრო რაღაცას ახალს გვეტყვის თავდონტიკა. ყიფე-X-ზეც დავაკომენტარებ და ამასთანავე თან განვაზოგადებ ამ შეკითხვას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მშობელი კითხობს, მოდის სიტყვაზე კონსულტაციაზე გენეტიკოსთან და გენეტიკოსი ეუბნება, რომ სჭირდება გენეტიკური ანალიზი. რას მოგცემს ეს ანალიზი? მოდით ესე შევხედოთ, ხო? თუ ყიფე-X-ია, თუ სხვა რაიმე სინდრომი. ერთი რომ არის სამედიცინო ტერმინი მიღებული, რასაც ჩვენ დიაგნოსტიკურ ოდისეას ვეძახით. ანუ ეს არის პროცესი, როდესაც მშობელი დადის უამრავ ექიმთან, იხარჯება ამაზე უამრავი დრო, უამრავი რესურსი, როგორც ენერგია, ისევე ფინანსები. კეთება უამრავი საჭირო ან არასაჭირო გამოკვლევები, ხანდახან არასწორი მკურნალობას ინიშნება და პასუხი არ აქვს მშობლის ბუნებრივი ბუნება არის, რომ მას ყოველთვის უნდა და ადამიანს ყოველთვის უნდა იცოდეს რატომ ეს დიდი შეკითხვა ყოველთვის არის. ანუ ერთი რომ წერტილი ესმება დიაგნოსტიკურ ოდისეას, ჩვენ დავარქვით ბავშვის მდგომარებას დაერქვა სახელი და გვარი, ასე ვთქვათ, გამომწვევი მიზეზი ვნახეთ, ეს ერთი. და გარკვეულწილად აქ დიაგნოსტიკური ოდისეა სრულდება. ანუ ახალ დადის ამაზე უამრავი კვლევებია ჩატარებული და უამრავი სამედიცინო პუბლიკაციებიც არის გამოცემული. აღარ დადის ამდენ ექიმთან, იცის მიშულს რა დიაგნოზი აქვს და დიაგნოზიდან გამომდინარე ძალიან ბევრ სინდრომზე, გენზე მდგომარეობაზე არის დაავადების შესაბამისი გაიდლაინები. ანუ მართვის
და მეთვალყურეობის გეგმა. ანუ რას ვამოწმებთ ბავშვთან რა პერიოდულობით? სიტყვაზე წელიწადში ერთხელ ვიკეთებთ გულის ეხოსკოპიას, ან 5 წელიწადში ერთხელ ვამოწმებთ სმენას, ან წელიწადში ერთხელ ვამოწმებთ მხედველობას, იმიტომ რომ ეს სინდრომი შეიძლება ასოცირდებოდეს მხედველობის პრობლემასთან, ამასთან, სმენის დაქვეითებასთან, ან გულის პრობლემებთან და ასე შემდეგ. ანუ ბავშვს ენიშნება ადეკვატური შესაბამისი მეთვალყურეობის გეგმა და შესაძლო დაავადებასთან არსებული შესაძლო გართულება რაც შეიძლება იყოს, ის არის სამედიცინო მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ. მეორე, მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება. და შეიძლება არც ისე სწრაფად, როგორც ჩვენ და განსაკუთრებით მშობლებს უნდათ რომ მალე გამოიგონონ, მიაგნონ იმ წამალს, რომელიც ბავშვის პრობლემას განკურნებდა, მაგრამ ისეთ აქ ყველაზე მთავარი არის წამალი, რასაც არის საუბარი, იყოს უსაფრთხო და იყოს ეფექტური. უსაფრთხოების გარეშე ეფექტურობაზე არ არის საუბარი, ხო? არის უამრავი მიმდინარე კლინიკური კვლევები სხვადასხვა გენებზე, სხვადასხვა სინდრომებზე. და ეს ბევრი კლინიკური კვლევა ძალიან წარმატებით გადის პირველ ფაზას, მეორეს, ჯერ როგორც წესი იწყება ხოლმე ცხოველებზე ექსპერიმენტით და ცხოველებზე უსაფრთხოება მიღებულია, მერე პირველი, მეორე, მესამე ფაზის კვლევები არის ხოლმე და თუ სარწმუნო შედეგებს ღებულობენ მეცნიერები და მკვლევარები, მერე უკვე ეს წამალი ვთქვათ მტკიცდება შესაბამისი ქვეყნების წამლის აგენტების მიერ და ეს სწრაფად ხდება ადამიანებისთვის. მაგალითისთვის მოვიყვანა, ეს აუტიზმს არ ეხება, მაგრამ აქონდროპლაზია არის ერთ-ერთი გენეტიკური დაავადება, ტანდაბლობით მიმდინარე ძვლოვანი დეფორმაციები აქვს ბავშვებს და ძალიან ტანდაბლები არიან, ვერ იზრდებიან სიმაღლეში. ეს წამალი წინა წელს ნოემბერში FDA-მ, ანუ ამერიკის და ევროპის წამლის აგენტომ დაადასტურა როგორც ეფექტური და უსაფრთხო საშუალება და ადამიანები ამ დიაგნოზით მათ უკვე აქვთ საშუალება, რომ მიიღონ ეს წამალი და მათი სიმაღლეც უკეთესი იყოს და ამ ძვლოვან დისპლაზიასთან ასოცირებული სხვა სამედიცინო პრობლემებიც გაუმჯობესდეს. კონკრეტულად რა ხდება ეს ალბათ ჩვენთვის ექიმებსაც საინტერესოა. ეს ხდება ამ მედიკამენტით გენური ფრაგმენტის გასწორება თუ როგორ მუშაობს ეს წამალი ხომერ? აი თუ აქონდროპლაზიას დაუბრუნდებით, ეს მედიკამენტი მუშაობს იქ გენი არის აქტივირებული და მისი აქტივაცია ქმნის ბლების პრობლემას. პირიქით თრგუნავს აქტივაციას და ანუ ყველა ესეთი წამალი სპეციფიურ გენის სპეციფიურ ფუნქციაზე ან სტრუქტურაზე არის მორგებული. ვითარდება ახალი ტექნოლოგიები, რომელთა მიზანი არის გარკვეული მოლეკულური სისტემა შევიდეს გენომში, ამოჭრას დაზიანებული გენი და ჩასვას, ვთქვათ, კარგი გენი. ამ სისტემას CRISPR-Cas9 სისტემა ეწოდება, რამდენიმე წლის წინ ნობელის პრემია მისცეს ამ მოლეკულური მექანიზმის აღმოჩენაში და ჯერ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გადის კიდევ კვლევებს და უსაფრთხოებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი კლინიკური კვლევების შემდეგ ეს სისტემა ძალიან ეფექტური სისტემა არის, რა თქმა უნდა უსაფრთხოებაზე არის აქ უკვე საუბარი, რომ ერთი გენია თუ მეორე თუ მესამე, ეს სისტემის მოქმედება მექანიზმი ერთიანად არის, ანუ მსგავსი არის სხვადასხვა გენების მიმართ. რა თქმა უნდა, არის განსხვავებები, ესე ხელმოჭრით ვერგოთ, რომ ერთი სისტემა ყველა გენს ერთნაირად გამოასწორებს, ამიტომაც არის მიმდინარე კვლევები. მაგრამ ასეთი აღმოჩენები საფუძველს უდებს იმას, რომ მომავალში გენზე მორგებული ან გენის ფუნქციაზე მორგებულ ახალი თაობის სამკურნალო საშუალებებზე მივიღოთ შედეგები და ვთქვათ, დადასტურდეს დამტკიცეს ეს როგორც ეფექტური საშუალებები. დიდი პროგრესია და ეს არის რაღაცა ძალიან დიდი პროგრესია. საოცრება ჩვენი თაობის ექიმებისთვის, რომლებიც ვერც წარმოვიდგენდით ასეთ შესაძლებლობას, ასე რომ ეს ყველაფერი საიმედოა ძვირფასო მშობლებო, რასაც ახლა კაპიტანიკა გვიყვება და საოცრად საინტერესოა. ანუ ჩვენს თვალწინ ხდება ამ წამლების ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ და მაშინ დაესვა დიაგნოზი თუ აქონდროპლაზია, თუ სიტყვაზე სპინალური კუნთოვანი ატროფია. მათი დაბადების დროს წამალი არ იყო. დაიწყო კვლევები, გავიდა რამდენიმე წელი და უსაფრთხოება და ეფექტურობის შედეგები რომ მიიღეს, ეს ბავშვები დღეს უკვე გრძელობენ მკურნალობას.
დიდი ალბათობით მომავალში ძალიან ბევრ დაავადებაზე იქნება მსგავსი პროგრესი და ამასაც ვიტყვი, რომ მე მუდმივად ჩართული ვარ ახალ ინფორმაციაში სხვადასხვა გენეტიკურ დაავადებებთან მიმართებაში და მართლა იქ გასაოცარი და სასიხარულოა, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი გენეტიკური დაავადებებისთვის სამკურნალო საშუალებები იზრდება ყოველ წელს, აი გამკურნებად, რასაც ვეძახით დაავადებებს, სია ფართოვდება და ეს არის ძალიან გასახარე. ძალიან კარგი. კიდე დავაკომენტარებ, იმიტომ რომ ბოლომდე არ გამიცია ამ შეკითხვის პასუხი. კიდევ ერთ ძალიან, რა სარგებელი მოაქვს გენეტიკურ დიაგნოზს, თუ PPX-ის შემთხვევაში, თუ ნებისმიერი სხვა გენეტიკური დარღვევის დროს. ხშირად არის, რომ ზოგიერთი გენეტიკური დარღვევა, ზოგი შეიძლება იყოს მემკვიდრული. ანუ მშობლიდან ეს დაზიანებული გენი იყოს მშობლიდან გადმოცემული. ზოგ შემთხვევაში დაზიანება მარტო ბავშვთან არის მომხდარი და არც დედისგან და არც მამისგან არ არის ეს გადმოცემული და როგორც თქვი, სპონტანური გენოულ მუტაციების შედეგი. ანუ ჩვენ დიაგნოზი გვაძლევს ასევე იმის საშუალებას, რომ განუსაზღვროთ მშობელს რისკი მომდევნო შვილზე. რამდენი ოჯახია ჩემთან პირადად და ალბათ თქვენთანაც, რომ მათ ეშინიათ მეორე შვილის გაჩენა. ბავშვი ერთი როცა პრობლემური არის, მთელი ენერგია და რესურსი მიდის ამ ბავშვს და შიში აქვს მშობელს, რომ გააჩინოს კიდე. თუ მისი ბავშვის მდგომარეობა ესეთი დენოვო სპონტანური მუტაციით არის გამოწვეული, აქ მეორე და მესამე ბავშვზე რისკი არ არის, თითქმის ნულოვანი არის და ესეც გასახარია მშობლებს ეუბნებით, რომ გააჩინეთ კიდე შვილები, თქვენ ბავშვს სჭირდება ის დაძმა, რომ ის ცხოვრებაში მხარში ამოუდგეს და მხარი დაუჭიროს. სხვა შემთხვევებში, როდესაც აი PPX-ი მაგალითად მემკვიდრულია, ხო, დედიდან არის გადმოცემული დაზიანებული გენი, ასეთ დროს რისკი მომდევნო შვილზე არის. სიტყვაზე პაციენტს, რომელსაც აქვს დადასტურებული PPX სინდრომი და დედა ასე წოდებული პრემუტაციის მატარებელია, რისკი შემდგომ შვილზე გადაცემის არის 50-50-ზე, მაგრამ ნახეთ, იგივე ტექნოლოგიები განვითარდა და მედიცინას უკვე აქვს საშუალება შესაბამისი ანალიზებით პრევენცია გააკეთოს. ანუ ერთი, რომ შეიძლება გაკეთდეს ინვიტრო განაყოფიერება, ჩვენ ვღებულობთ რამოდენიმე ემბრიონს, ხდება ემბრიონების ტესტირება იმ კონკრეტულ ოჯახურ მუტაციაზე და გადატანა ჯანმრთელი ემბრიონის. ან ემას ჩემი უკვე ბევრი პაციენტი იკეთებს, ჩემი პირადად და მსოფლიოში ამით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. მეორე ოპციაც არის, როდესაც ორსულობის დროს ვაკეთებ ჩვენ ანალიზს, ანუ ორსულობის მიმდინარეობის დროს ადრეულ ეტაპზე ვიღებ სანაყოფის სითხეს, იმ სითხეში ცირკულირებს ნაყოფის უჯრედები, ჩვენ ვიცით ოჯახში დადგენილი მუტაცია, იმ მუტაციაზე ხდება ანალიზი და აქ უკვე დგას რა თქმა უნდა თემა და ეს ვთქვათ, წყვილი ოჯახი ღებულობს ინფორმირებულ გადაწყვეტილებას, მას უნდა ორსულობის ტერმინაცია თუ არ უნდა. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი შეკითხვით მოდის ოჯახი, ჩვენ მათ ყველანაირ ოპციას ვეუბნებით, მას შეუძლია არანაირი ანალიზი არ გაიკეთოს და მიენდოს ღმერთს და როგორც იქნება ისე გამოვა, ან გააკეთოს პრენატალური ანალიზი, ან პრეიმპლანტაციური, ვთქვათ, ინვიტრო და მერე ჩვენ როგორც ექიმი და მე როგორც გენეტიკოსი თანაბარწილად ინფორმაციას ვაწვდით მშობელს და შემდგომში მშობელი ინფორმირებულ გადაწყვეტილებას ღებულობს, როგორ წარმართოს მან, ვთქვათ, შემდგომი შვილის დაშენება. და ხომერ დაგვიკონკრეტებდით გარდა X-ყიფე ქრომოსომისა. აი თქვენს პრაქტიკაში და ზოგადადაც სოფლიო პრაქტიკაში რა არის ესეთი, რომელიც ვთქვათ სინდრომი, რომელიც განაპირობებს მეორე სიბლინგის, ვთქვათ, იგივე დიაგნოზს მეორე შვილის გაჩენის შემთხვევაში. კონკრეტულად რა დიაგნოზები არის, რომ ჩამოგვითვალოთ?
დავბრუნდი, რატომღაც დავითიშე და ხაზზე ვართ ხომ? ხო, თქვენი მიზეზი იყო, თიკა ხო ვეღარ. მე მგონი ჩემი მიზეზი იყო გავასწორე ხაზი. არა, არაფერია. თუ თუ ვერ გაიგონეთ შეკითხვა დაგისვამთ ხელახლა თუ შეიძლება ხომ ვერ გვეტყოდეთ იმ დიაგნოზებს თქვათ რაც მსოფლიო პრაქტიკიდან გარდა X-ყიფე ქრომოსომისა თქვათ არის რომ საშუალება რომ siblings განუვითარდეს იგივე სინდრომი აქ ქონდეს დაიბადოს როდესაც და-ძმაში რისკი შეიძლება იყოს. არის ასეთი მაგალითები, რა თქმა უნდა, აქაც გაჩნია მემკვიდრეობის ტიპს, ანუ ყიფე-X სინდრომი, ეგრეთ წოდებულ განუმარტავ მსმენელს X შეჭიდულ დაავადებას წარმოადგენს. X შეჭიდული, ანუ X ქრომოსომაზე მდებარე, აი ბიჭებში რო ვლინდება და გოგოებში რო უფრო არ ვლინდება. არის ეგრეთ წოდებული რეცესიული მემკვიდრეობის ტიპის მქონე გენები, რომლებიც რეცესიული რას ნიშნავს, მოდით ესეც განვარტავთ ხო, მშობელს. რეცესიული ნიშნავს ადამიანს გვაქვს ორ-ორი წყვილი გენებისა, ყველა გენი გვაქვს ორ-ორი. ერთ-ერთი მშობლისგან ვიღებთ, მეორეს მეორე მშობლისგან. რეცესიული დაავადება არ ვლინდება ერთი გენის დაზიანების დროს, ანუ ორივე გენი უნდა იყოს დაზიანებული, რომ იჩინოს თავი და გამოვლინდეს ასეთი დაავადება. როდესაც ბავშვს უდასტურდება რეცესიული დაავადება, ანუ ორივე გენი მას აქვს დაზიანებული. რატომ აქვს? იმიტომ რომ დედას ერთი გენი აქვს დაზიანებული, მამას ერთი გენი აქვს. რეცესიული დაავადება არ ვლინდება ერთი გენის დაზიანების დროს და ამ დროს ნახეთ როგორ ხდება რისკი. შეიძლება მშობელმა თავის შვილს ან კარგი გენი მისცეს, ან დაზიანებული. შეიძლება ორივემ კარგი გენი მისცეს, ბავშვს არ ქონდეს დაავადება, შეიძლება ერთმა კარგი გენი მისცეს და მეორემ დაზიანებული და მატარებელს ვეძახით ჩვენ ესეთ ადამიანებს და შეიძლება მოხდეს ისე, ანუ 4 ვარიანტიდან ერთი ხო თითო მშობელს ორი გენი აქვს და ისე ვთქვათ 4 კომბინაცია შეიძლება მოხდეს და თუ ორივე მშობელმა ისე ვთქვათ დაზიანებული გენი გადასცა, მაშინ ბავშვს აქვს იგივე მდგომარეობა. მაგალითისთვის მოვიყვან ყველაზე გავრცელებულ ცნობილ ფენილკეტონურიას, რომელიც ნამკურნალები ფენილკეტონურიის დროს და ახალშობილთა სკრინინგი ჩვენ ქვეყანაში მსოფლიოში ტარდება და მკურნალობა ამ დროს მოიცავს კვებით თერაპიას, ანუ ძირითადად კვებაზე არის აქცენტი და შესაბამისი დანამატები, ცილით შეზღუდული დიეტა ინიშნება ხოლმე. და განმეორების რისკი არის 25%. თუ ფენილკეტონურია არ არის ნამკურნალები, ანუ სანამ აღმოაჩენდნენ მის მოლეკულურ მექანიზმს, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის პრევენცია, ბავშვებს არანამკურნალებ ფენილკეტონურის მქონე ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ განვითარების შეფერხება. ძიმე ან საშუალო, იქაც გაჩნია როგორი მუტაცია არის. აუტისტური სპექტრი, კვებითი, ქცევითი დარღვევები, გულყრები, ანუ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ნეირო განვითარების პრობლემებით მიმდინარეობს არანამკურნალები ფენილკეტონურია და ფენილკეტონურია არის წარმოადგენს აი პროტოტიპს განკურნებადი დაავადებისა. როდესაც ჩვენ ვიცით რა არის და ადრეულ ეტაპზე დასმული დიაგნოზით ძალიან ბევრი თითქმის ყველა პრობლემის პრევენცია შეიძლება შესაბამისი მკურნალობით. გასაგებია. და აქვე არის ასეთი კითხვა შემოსული, ზუსტად მე მგონი ლოგიკურად გადავედით, თუ გენეტიკური ანალიზი უარყოფითია. მაშინ ალბათ თიკა ვიპასუხებს, რას ვეძებთ? ალბათ ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და აქვე შემდგომი კითხვაც არის გაჩნდა მიტოქონდრიულ დაავადებებზე რას ვეტყვით? კარგი შეკითხვა არის, თუ გენეტიკური ანალიზი არის უარყოფითი. და მოდით აქვე გამარტოთ. გენეტიკური ანალიზი არის ბევრნაირი. როგორც აი სისხლის ანალიზი, ხო, სისხლის ანალიზი რას ვაკეთებ? შეიძლება ფარისებრი ჰორმონი გავზომოთ, ქოლესტერინი, კალციუმი, ნატრიუმი, ანუ გენეტიკური ანალიზებით სხვადასხვა მეთოდიკას მოიცავს. არის მაგალითად ქრომოსომული ანალიზი, კარიოტიპი. თუ კარიოტიპი მოდის ნორმა, ეს არ გამორიცხავს გენურ დაზიანებას. თუ ყიფე-X-ზე გავაკეთეთ, ეს ქრომოსომულ დარღვევა, ანუ გაჩნია რა მეთოდიკა და რა გენეტიკური ანალიზი ჩაუტარდა. მაგალითად რას ვეძებთ და რას ნახულობს ის მეთოდიკა და რა ლიმიტაცია აქვს, ანუ რა დარღვევას ვერ ნახულობს.
მაგალითად, ესეთი ფართო, ძალიან კარგი ანალიზი სახელწოდებით ეგზომი, მთლიანი ეგზომის სეკვენსირება, რომელიც ადამიანის დღეისთვის ცნობილ 20,000 გენს ერთ ანალიზში ხდება ამ 20,000 გენის გაშიფრვა. ეგზომი ვერ ნახულობს მყიფე სინდრომის დაზიანებას. ეგზომი ვერ ნახულობს მიტოქონდრიულ დნმ-ში არსებულ დაზიანებას. ამიტომ, როდესაც მოდის გენეტიკური ანალიზი, ერთი რომ ჩვენ შეიძლება, რა თქმა უნდა, ყველა პაციენტი ინდივიდუალურია და ინდივიდუალური მიდგომა საჭირო ინტერპრეტაციისთვის. შეიძლება უარყოფითი გენეტიკური ანალიზი ნიშნავდეს, რომ პაციენტს არ აქვს გენეტიკური დარღვევა და სხვა მიზეზის გამო არის ეს უცნობი. უარყოფითი გენეტიკური ანალიზი, იგივე ეგზომი, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ამ პაციენტის გენი ჯერ არ არის აღმოჩენილი. ჩვენ პირად მაგალითს გეტყვით, ძალიან საყვარელი პაციენტი მყავს, ბოლო 5-6 წელი ამ ბავშვს ვიკვლევ, ეპილეფსიაც აქვს, სპექტრიც აქვს, მიკროცეფალია, ძალიან მნიშვნელოვანი შეფერხება. ორჯერ გავუკეთა ეგზომი და ორჯერვე იყო უარყოფითი და მე ჩემ უცხოელ კოლეგებთან გავაგზავნე, უფასო პროგრამაში ჩავთეთ ეს ბავშვი და მესამე ჯერზე, ანუ 2 წლის შემდეგ ამოვიდა გენის დაზიანება და ეს გენი აღმოჩენილი არის 2021 წელს. ანუ 2019-ში და 20 წელს, როდესაც ჩავატარეთ ჩვენ ეს ეგზომი, ეს გენი ჯერ არ იყო აღმოჩენილი. ბავშვი მძიმე არის საკმაოდ და როცა ბავშვი არის მძიმე ნევროლოგიური პრობლემებით, უარყოფითი ეგზომი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ეს არ არის გენეტიკური, ამისი თქმა უნდა. შეიძლება იყოს და აქ ან ლიმიტაცია არის, რომ PPX-ი ვერ ნახა და PPX თავისი ანალიზი სჭირდება, ან ჯერ გენი არ არის აღმოჩენილი, ან რაღაც ისეთი მექანიზმია, როგორც PPX-ის და სხვა რამდენიმე სინდრომი არის, რომელსაც ეგზომი, ვთქვათ, ლიმიტაცია არის. ან არის ხოლმე, რომ მუტაცია გენის ისეთ წყალებში უცნაურ უბანში მდებარეობს, რომელსაც ვერ ფარავს, ვერ ნახულობს ეგზომი და არის კიდევ უფრო სხვა სიხმისეული ანალიზები, რომელიც შეიძლება მერე რომ არსებობს კიდევ, ხო, სხვა კი, არის მთლიანი გენომის სეკვენსირება არის, რომელიც უფრო სიღრმისეული არის ვიდრე ეგზომი. ან უბრალოდ ვიცით და ეგზომის მონაცემების ხელახალ გადაკითხვას ვაკეთებთ ხოლმე სიტყვაზე 1 ან 2 წლის შემდეგ, თუ აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში რაღაც ახალი გენი იქნა აღმოჩენილი. ან თუ ბავშვი ამასობაში წამოვიდა განვითარებაში და მისი პრობლემები ალაგდა, ჩვენ გვეხარია და ვამბობთ, რომ აღარც პრობლემა, ეგზომის უარყოფითი იყო და დიდი ალბათობით პაციენტის მდგომარეობა არ არის გენეტიკური დარღვევით გამოწვეული. გავიგე. და მიტოქონდრიულზე იყო მიტოქონდრიულის აღმოჩენა და უბრალოდ გაგვიმარტერთო, მე მგონი ჩვენი კოლეგაა ერთ-ერთი, რომელსაც უფრო აინტერესებს ალბათ რას წარმოადგენს მიტოქონდრიული დაავადებები. მიტოქონდრიული, მე განმარტოთ, მიტოქონდრიული დაავადება, მიტოქონდრია რა არის? არის უჯრედი, უჩერჩი არის ბირთვი. ჩვენი ძირითადი დნმ ამ 46 ქრომოსომის სახით არის მოთავსებული ბირთვში და ძირითად აი 20,000 გენს ბირთვული დნმ წარმოადგენს. თუმცა უჯრედში ასევე არის მიტოქონდრიები. ეს არის სტრუქტურები, რომლებიც უჯრედის ქსოვილის ორგანიზმის ენერგეტიკული ცვლის, ასე ვთქვათ, პროცესებს უზრუნველყოფენ და აღმოჩნდა, რომ მიტოქონდრიებშიც არის განსაკუთრებული ტიპის დნმ. და როდესაც ჩვენ გენეტიკურ ანალიზს ვაკეთებთ ხოლმე, ახაც გასათვალისწინებელია, რომ ეს ანალიზი ეგზომი, მხოლოდ ეგზომი ბირთვულ დნმ-ს ეხება. მიტოქონდრიული დნმ-ის სეკვენსირებას, ანუ გაშიფრას სხვა მეთოდიკა სჭირდება. ამიტომ უარყოფითი შეიძლება იყოს ეგზომი, მაგრამ პაციენტს მუტაცია ჰქონდეს მიტოქონდრიულ დნმ-ში და იმას ვთქვათ თავისებური ანალიზი სჭირდება. გაგაწყვეტინებთ, მე მაინტერესებს ამას საზღვრავს გენეტიკოსი თუ აი დიფერენცირებას აკეთებთ თქვენ, ხომ? რა თქმა უნდა. რომელი ერთი არის შანსი, რომ თქვათ თქვენ დაეჭდეთ და ორივე გააკეთებინოთ? რა თქმა უნდა, ამისთვის არის ექიმი გენეტიკოსი, რომელიც პაციენტს მაქსიმალურად სწორად შეურჩევს მისთვის საჭირო გენეტიკურ ანალიზს. პაციენტს ბავშვებს ეტყობათ ხოლმე ზოგს, რომ აი გაგვიგია ლეის სინდრომი, მიტოქონდრიული, ასე ვთქვათ, აი ტონურ
მიტოქონდრიული გარკვეული ენცეფალოპათიები არის ეპილეფსიური სადაც მიოკლონიები შეიძლება არის და ზოგ შემთხვევაში ანალიზი ბირთვულსაც მოიცავს და მიტოქონდრიულსაც და კომბინირებული არის. აჰა, ესე იგი ეს უკვე ეხლა ბავშვი რომელსაც აქვს გამოხატული დიზმორფია, 22 სახის ფორმა, ყურების დაბლადგომა, მაღალი სასა, აქ მიტოქონდრიული დაავადება ნაკლებ საეჭვოა და რატო დავუნიშნოთ მიტოქონდრიული დაავადების სეკვენცირება. უფრო სინდრომულისკენ წავლა და შეიძლება ეგზომი ან ასე ვთქვათ მისთვის შესაბამისი ანალიზი დავუნიშნოთ. ან თუ მოდის პაციენტი და კონკრეტულ სინდრომზე გვაქვს ეჭვი, მაგალითად კორნელია დე ლანგეს სინდრომი, ადვილად ამოსაცნობის სინდრომია სახის ნაკვთების მიხედვით, იქ შეიძლება იმ ერთი გენის ანალიზი დავუნიშნოთ პაციენტს და მივიღოთ ჩვენ დასტური. თუმცა ყავდა აი თქვენ თქვენს არ იყოს ყავდა პაციენტი ახლა გამახსენდება კორნელია დე ლანგეს ორჯერ გაკეთდა და არ ამოვიდა. შესაძლებელია ეს მოხდეს? არა და იყო აი კლინიკურად, ნუ ფენოტიპურად, კლინიკურად ვერ. მე პირადად მყავს 4 თუ 5 კლინიკურად მყარად თავსებადი კორნელია დე ლანგე პაციენტები, რომლებიც განხილული უცხოურ ექსპერტებთანაც ყავს და ისინი ამბობენ, რომ ეს არის კორნელია დე ლანგე. აქ არის კიდე ესეთი თავისებურებები, რითაც შეიძლება აიხსნას უარყოფითი გენეტიკური ანალიზი. შეიძლება პაციენტი იყოს მოზაიკური. მოზაიციზმი რას ნიშნავს? მოდით ესეც განუმარტოთ ჩობლებს. მოზაიციზმი ნიშნავს, როდესაც ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა უჯრედების სხვადასხვა გენოტიპის მქონე უჯრედები შეიცავენ. ანუ ზოგ უჯრედში არის მუტაცია, ზოგ უჯრედში არ არის. რატო ხდება ესე? მოხდა ჩასახვა. აი მაგალითად ცნობილია ეს დაუნის სინდრომის დროს მოზაიციზმი. ანუ მოზაიციზმი ხდება ჩასახვის შემდეგ ყოველთვის. განვითარების გარკვეულ ეტაპზე, როგორც წესი, ადრეულ ეტაპზე ერთ უჯრედში მოხდა მუტაცია და ეს უჯრედები, რა თქმა უნდა, იყოფა და სხვადასხვა ორგანოების, ვთქვათ, წარმოქმნა და დიფერენციაცია ხდება და მუტაცია ერთ უჯრედში რომ მოხდა და იყო ორგანოგენეზი და გარკვეულ ქსოვილებში ჩვენ გვაქვს მუტაცია და გარკვეულ ქსოვილებში არ გვაქვს. და როდესაც ჩვენ ვიღებთ სისხლს და როგორც წესი ხშირად ან უფრო ხშირად სისხლს ვიღებთ ხოლმე გენეტიკური ანალიზისთვის, რიგ შემთხვევაში შეიძლება ლოკის ანაფხეკს რასაც ვეძახით, ან ნერწყვი მოვაგროვოთ და იქედანაც, ასე ვთქვათ, ჩამოვწვნილი უჯრედებში დნმ-ის ექსტრაქცია ხდება. უბრალოდ იმ სისხლის ქსოვილში არ იყო საკმარისი დონის მოზაიციზმი, ანუ 5%-ზე, 10%-ზე ნაკლები თუ არის მოზაიციზმის დონე, ტექნოლოგია ვერ იჭერს ამ მუტაციას და შეიძლება სხვა ქსოვილში იყოს. ამიტომ კლინიკური დიაგნოზი თუ არის, ეს არის მყარად კლინიკური დიაგნოზი და ან მოზაიციზმთან გვაქვს საქმე და კორნელია დე ლანგეს დროს არც თუ ისე იშვიათი არის მოზაიციზმი. მე პირადად ყავს ექევნებით 4-5 პაციენტი კორნელია დე ლანგეთი კლასიკური აი გამოვლინებით, დიზმორფით, განვითარების შეფერხებით და ასე შემდეგ და ეგზომიც გავაკეთებ და უარყოფითი იყო. დიაგნოზად რჩება, რომ ჩვენ მეძებთ რატომ იყო ეგზომი უარყოფითი და ამის ახსნას ვცდილობთ. ძალიან საინტერესოა. ასეთი კითხვა გვაქვს, არ გაცალეთ, მაგრამ ალბათ მშობლისთვის საინტერესოა ეს. აუცილებლად, რაც შეკითხვები არის, მშობლებისთვის ვართ, რომ მათ უპასუხოთ. ესე იგი, სმენის დარღვევაზე და სიყრუეზეც ალბათ თქვენი კუთხით თუ გვეტყვით რამეს. ძალიან საინტერესო არის ეს ჭრილიც გენეტიკასთან დაკავშირებით. მოდით რომ ავიღოთ პრობლემა, სიყრუე. შემთხვევათა 50% გარემო ფაქტორებით არის გამოწვეული, მათ შორის ნადრევი მშობიარობა, მცირე წონა, ინფექცია გადატანილი, ანტიბიოტიკოთერაპია, დედის გარკვეული ტერატოგენული ფაქტორები და ასე შემდეგ. და დაახლოებით 50% მოდის სხვადასხვა გენეტიკურ დარღვევებზე. ეხლა თუ გენეტიკურ დარღვევებს უფრო ჩაუღრმავდებით, აქ სხვადასხვა გენები არის. მათ შორის ზოგიერთი მიტოქონდრიული დაავადებები ვახსენეთ, ზოგიერთი მიტოქონდრიულ დაავადებებსაც სმენის დაქვეითება თან ახლავს.
აქაც ნახეთ სიყრუე შეიძლება შემდგომში ორ ქვეჯგუფად დავყოთ სინდრომული და არასინდრომული. არასინდრომული ნიშნავს რომ ადამიანს მხოლოდ სმენის დაქვეითება ან სიყრუე აქვს და სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღენიშნება. აქაც არის უამრავი ძალიან ბევრი გენი არის 200-მდე სხვადასხვა გენი რომლებიც ან კოლაგენის ცილებს კოდირებენ ეს გენები ეს არის ცილა რომელიც აი პურში ძვლების ან ნეირონის გადაცემის აი ამ სისტემაში მონაწილეობენ და სინდრომული. სინდრომული რას ნიშნავს, რომ სიყურესთან ერთად სხვა პრობლემებიც აქვს პაციენტს, ან ნევროლოგიური, ან გულის, ან თირკმლის და ასე შემდეგ. და აქაც მე ხდება უკვე რომელი სინდრომი შეიძლება იყოს და იქაც ეს ვთქვათ პაციენტის კლინიკური გარჩევა, დიფერენციალური დიაგნოზი და ან ვიწრო ანალიზის გაკეთება გენეტიკური თუ მაგალითად ალპორტის სინდრომი. სმენის დაქვეითებასთან ერთად თირკმლის პრობლემებიც არის აქ და აი ეს ორი თირკმელი ჰემატური ანუ სისხლში შარჩი სისხლი და სმენის დაქვეითება უკვე ეს არის ეს ვთქვათ წითელი შუქნიშანი რომ ვიეჭვათ ალპორტის სინდრომი. ამიტომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის კარგი კლინიკური შეფასება, ანამნეზის გამოკითხვა, ჯერ ერთი რომ რაიმე გამომწვევი გარემო ფაქტორი იყო თუ არ იყო, თუ ორსულობის დროს თუ დაბადების და ვთქვათ ახალშობილობის პერიოდში და მერე სინდრომულია თუ არ არის სინდრომული და სხვა რა შეიძლება იყოს. მადლობა. ძალიან საინტერესო კითხვა შემოვიდა ასპერგერის სინდრომზე ხომ არაფერს გვეტყოთ. ასპერგერის სინდრომი, ასე ვთქვათ, უფრო, იული ტრილით ალბათ, ხო, თორე ხო, არ დავიწყებ იმის განმარტებას რა არის ასპერგერის სინდრომი. ნაკლებად, რომ აქ ჩვენ კონკრეტულად ასპერგერის სინდრომში გენეტიკური დარღვევები ვნახოთ. არც დიდად არც ინიშნება, ანუ ჩატარდა ამაზე საზღვარგარეთ სხვადასხვა კვლევითი ცენტრებში ანალიზები, გენეტიკური კვლევები და ნახეს, რომ ასპერგერის სინდრომის დროს ისეთი ვერაფერი ვერ ნახეს კონკრეტული გენეტიკური დაზიანება, რაც შეიძლება ამას იწვევდეს. მადლობა. ასეთი კითხვა არის, მშობლებს აინტერესებს, თუ თქვენთან ესე იგი ბევრი ჩვენი ბავშვი დადის და თქვენ ვიცით რომ ძალიან ბევრს ეხმარებით და გაქვთ ხოლმე საშუალება, როდესაც გაქვთ ესეთი უფასო სკრინინგის ვარიანტი და ზუსტად ამაზე შემოვიდა რომ როდის შეიძლება მოგმართოთ და არის თუ არა ამის საშუალება მშობელი ერთ-ერთი გულობს ვთქვათ უახლოეს პერიოდში. იყო დრო 2019-20 წლის ჩათვლით 2-3 წელი მქონდა გერმანელ მკვლევარებთან ერთად აი ეს უფასო პროგრამა, სადაც ეგზომებს ძალიან ბევრ პაციენტს ჩაუტარდა იმ პერიოდში ჩემთან გენეტიკური ანალიზები, ბევრს დაესვა, ზოგთან უარყოფითი მოვიდა, მაგრამ ჩვენ ამით ძალიან კარგად ვისარგებლეთ და ცნობადობამაც აიწია ამ 2 წლის მანძილზე. ესეთ ნახეთ ძალიან ბევრი უცხოელი კოლაბორატორი ყავს თანამშრომლობ თუ საინტერესო განსაკუთრებული პაციენტია მივწერ ხოლმე და უფასოდ გვიკეთებენ ხანდახან გამომიჩნდება ხოლმე რაღაც უფასო პროგრამა და გარკვეულ პაციენტების რაოდენობაზე ასე ვთქვათ შემდგ გარკვეული კლინიკური ჩვენებით რომ აი ეს უნდა იყოს ან გარკვეული ასაკი იყოს ანუ მე როდესაც ნანახი ყავს პაციენტი და იციან ახლა ჩემ პაციენტებმა შეიძლება გავიდეს 6 თვე, შეიძლება გავიდეს 1 წელი და მე მიუბრუნდე იმ პაციენტს დაურეკო და უთხრა რომ ეხლა ასეთი პროგრამა გვაქვს, შეგახსენებთ ჩემ თავს და თუ სურვილი გაქვთ, მოდით ავიღოთ სისხლი გავაგზავნოთ. ეხლა ესე რომ უთხრა საზოგადოებას, რომ ეხლა რამე კონკრეტული სპეციფიური ყველასთვის მისაწვდომი პროგრამა უფასო მაქვს, ეხლა ესე არ არის. მაგრამ როდესაც მოდის პაციენტი, თუ მე მიმდინარე რაღაც პატარა ესეთი კვლევა მაქვს, სადაც გარკვეული ნოზოლოგიებით შემიძლია უცხოთან დაკავშირება, მე ამაზე არასოდეს ავზარდები პაციენტს და იმ კვლევაში ვთავ. ან უკან აუცილებლად თუ რამე გამომიჩნდა, ვიციან რომ არ დავზარდები, ჩამოუვლი ხოლმე ეს ვთქვათ, ჩემ გატარებულ პაციენტებს და სათითაოდ ურეკავ ხოლმე და ვეუბნები, რომ ახლა ესეთი საშუალება გვაქვს და მოიყვანეთ ბავშვი. დიდი მადლობა. და მე მგონი ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა თქვენ ხომ არ გქონდათ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ერთი ალბათ
5-7 წუთი რომ რაღაცა გეთქვათ თქვენ მშობლებისთვის ან რაღაცა ინფორმაცია გნებავდათ რომ მოგეწოდებინათ. პირველი რომ დიდი მადლობა თქვენირმა და მშობლებს, ვინც გვისმენენ და თავიანთი დრო გამონახეს. მამიც რა უნდა ვთქვა, ყველანაირად ყველა მშობლებს მხარში უდგავარ მათ შვილებს და ვიეჭოთ გენეტიკურ დარღვევაზე ბავშვთან, როდესაც აი ეს take home message, რასაც ვეძახით, ხო? თუ არის აუტისტური სპექტრი, მასთან ასოცირებული განვითარების შეფერხება, რეგრესია, ან ეს თქვა თავიდანვე არსებული შეფერხება, თუ არის ასოცირებული ეპილეფსია, თანდაყოლილი სხვა სამედიცინო პრობლემები, ამ შემთხვევაში ვიეჭვოთ და გენეტიკური დიაგნოზის დადგენას ყოველთვის აქვს ბენეფიტი, ასე ვთქვათ, სარგებელი. რა თქმა უნდა, იმ მომენტში რთულია ხოლმე მშობლისთვის ემოციურად, როცა დადგინდება დიაგნოზი, ყოფილა რომ ერთად გვიწირია მშობელთან, ცრემლებით არის ეს ემოციური მომენტები, რა თქმა უნდა და ამის თანამოზიარე ვხდები ხოლმე, მაგრამ გადის დრო ცხოვრობ ჩვენ ამ დიაგნოზთან და ბევრ სარგებელი მოაქვს ამას. რაზეც მე მგონი დღეს ვისაუბრეთ. კარგად ვისაუბრეთ. ძალიან დიდი მადლობა. განკურნებადი პერსპექტივაში ვგაკ ნამდვილად დიდი ამბავია, რაც იმედი როგორც მშობლებს, ისევე ჩვენ ექიმებს, ნამდვილად გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ბევრი თუ გენეტიკური და თუ არაგენეტიკური დაავადებების მკურნალობის საშუალება ექნება მედიცინას. ნამდვილად ეს ახალი საუკუნე ამაზე უკვე კარგად რეაგირებს და მუშაობს, ნამდვილად არის ამის საშუალება. ძალიან დიდი მადლობა. უთხრათ ქავდათიკას დროის ჩვენი თავისი დროის გაზიარებისთვის და ესეთი ამომწურავად გვიპასუხეთ. 1-2 კითხვა შემოვიდა და ეხლა აღარ გადავაჭარბებ დროს და მოგწერთ თუ არ შეგხვდებით და მე თქვენ გვიპასუხებთ თავისუფალ დროს. გემშვიდობებით ძვირფასო მშობლებო, მადლობთ თქვენი კითხვებისთვის და ამ თემის გაშუქებისთვის და ინტერესისთვის. ქალბატონ თიკას ისევ და ისევ მადლობა. მადლობა თქვენ ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას. ასევე